და წესით ეგ არის. მზად ვართ ვიდეოს ჩასაწერად. მოგესალმებით Coding Vlog-ის მეორე ეპიზოდში. პირველ რიგში ბოდიში მისთვის რომ wireless მიკროფონი ისევ არ გვაქვს და ცოტა უცნაური ხმისადანა მოგიწევთ. რეალურად გამოვიწერე და გზაშია და იმედია შემდეგი ეპიზოდისთვის უკვე გვექნება wireless მიკროფონი და ოდნა უკეთესი ხმა. რაც შეეხება რატომ არ ვიყიდეს საქართველოში, პირველი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ რაც მინდა ხოლმე ნაკლებადაა საქართველოში, ან თუ არის ორმაგი ფასი ადევს, ამიტომ ყოველთვის უმჯობესია გამოწერა. და ხო, პატარა სპოილერი, ეს სტარტაპი ამ ყველაფერს შეცვლის წესით, რომ ორმაგი ფასები აღარ ქონდეს ნივთებს. მოკლედ, დღევანდელ ეპიზოდში გაჩვენე პროგრესს, კიდევ უფრო მეც გეტყვით სტარტაპის შესახებ, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ცოტა რაღაცები ვისაუბრე პროექტზე, ამიტომ დღეს შედარებით მეტ ინფორმაციას მოგცემ. გეტყვით ამ დროის განმავლობაში რა პროგრესიც ეხლა მქონდა, რა პრობლემებს გადავაწყდი, რა გამოწვევებს, რა გავაკეთე, რა ეტაპზე ვარ, რას ვაპირებ და ასე შემდეგ. და ხო, ასევე დიდ ხოლმე მექნება რომ გამოიწერო არხი და დალაიქო ვიდეო, რადგან ეს ხელს შეუწყობს ვიდეოების ხშირად კეთებას და მეც მომცემს мотивაციას. ასევე შემოგვიერთდი Discord სერვერზე, სადაც ვართ საკმაოდ საინტერესო community. უამრავი სექცია, ასევე კითხვა-პასუხის სექცია, სადაც თქვენს დასმულ კითხვებზე გაგცემთ შესაბამისი ადამიანები პასუხს. გვაქვს რესურსები, სადაც ვაზიარებთ. ასევე გალერეის სექცია, სადაც ვაზიარებთ თუ რა ვჭამთ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ესე იგი, გადავინაცვლეთ ახლა დესკტოპთან და სანამ უფრო სიღრმეებში ჩავალ, თუ რა პროგრესი მაქვს, მანამდე გეტყვით, თუ ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება და გაჩვენებთ იდეაში. მოკლედ, თავდაპირველად, წინა ეპიზოდში როგორც ნახეთ, Figma-ში მქონდა მთლიანი დიზაინი დახატული და რადგან Figma მოურჩე, ხა უკვე დავიწყე უშუალოდ page-ების აწყობა, თავისი markup-ით და ასევე ფუნქციონალით. ეს არის იდეაში სავიზიტო page-ი, სადაც პირდაპირ, როცა პირველად შემოხვალთ საიტზე, დალოგინების და ყველაფრის გარეშე, მოხდებით აი აქ. და ეს არის თავარი კომპონენტი, სადაც გვაქვს აი ესეთი მორბენალი სლაიდერები, რომლისთვისაც გამოვიყენე Swiper.js-ი ბიბლიოთეკა, რომელზეც მოგვიანებით უფრო ღრმად ვისაუბრებთ, თუ რამდენად კარგია და რამდენად მარტივი. ამიტომ ამათი მოძრაობისთვის რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დამჭირვებია. ესენი უბრალოდ მიმზიდველობისთვის არის, ხოლო ესენი ამათ უკვე თავისი ლინკები აქვს, რეალურად მაღაზიების, დაჭერდა გადახვალ. და ხო, აქ გვაქვს ესეთი ღილაკი, რომელზეც hover-ზე ისალამაზად გამოიყურება, რომ პირდაპირ გეუბნება რომ დამაწექი, დამკლიკე. რა თქმა უნდა, ხა კლიქს არაფერი არ ჩდება, იმიტომ რომ წესით კლიქზე ლოგინის pop-up-ი უნდა გამოვარდეს, რაც ჯერ არ ამიწყვია. ოკეი, ქვევით გვაქვს რაღაცა ესეთი კომპონენტი, სადაც არის მონაცემები და ამ ღილაკზეც იგივე რამე ხდება. აქ გვაქვს რამოდენიმე სკრინი, თუ როგორ მუშაობს და რაღაც კონკრეტული სერვისების აღწერა. ხო, ასევე აი ეს წრე არის მოძრავი gradient ფერებით, ამიტომ თუ ვერ შეამჩნიეთ გეტყვით მაინც. აქ რაღაც ეს იაფასიანი კომპონენტი, რომელიც პირდაპირ თვალებში ხდება და ხტენის რო აპლიკაციაც გადმოწევს, იმიტომ როგორც იცით აპლიკაციაც ექნება. ეს არის იდეაში ყველაზე პრიმიტიული და მახიჯი რაღაც, რაც გამომივიდა, მაგრამ საჭირო ჩავთვალე ყოფილიყო. აქ იქნება მომხმარებლების შეფასებები, რომელიც ასევე სლაიდერია. აქ ტექსტი, რომელიც წესით გაიძულებს, რომ გამოიყენო ეს აპლიკაცია და ჩვეულებრივი ფუტერი. რა თქმა უნდა, ამას გააჩნია თავისი responsive, შეგვიძლია გადავიდეთ, ეხა მობილურ device-ზე და გამოიყურება აი ესე. აქაც იდეაში არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება მონაცემებს, ეს არ არის მთლად გაყინული markup-ი, ის მონაცემები, რაც დინამიურია და რაც იდეაში ადრე თუ გვიან ამოცვლადი იქნება, ან დამატებადი ან ასე შემდეგ, მოდის სერვერიდან, აი მაგალითად თუნდაც ეს მაღაზიების ლისტი, აი ეს მონაცემები, სკრინები, ანუ აი ეს ნებისმიერი media file, რასაც ხედავთ ჩვეულებრივ სერვერიდან მოდის, აქ პარტნიორების და ასე ვთქვათ. ეს არის ჩვენი კლიენტის ხარე, როგორც იცით Angular-ი, დაემატა კომპონენტები, ასევე დაემატა მონაცემების მოდელები. თითოეული კომპონენტი მაქვს ჩვეულებრივად კომპონენტად გატანილი, სერვისები ცალკე, ერთი pipe-იც მაქვს და გონი custom დირექტივაც დამჭირდა სადღაც. ხო, link დირექტივა, რომელიც არჩევს route-ზე გადაიყვანოს თუ უბრალოდ HTTP გარე URL-ზე. აქ გვაქვს უკვე backend-ი Express.js-ი გაშვებული. media file-ი მაქვს ერთ, ასე ვთქვათ, route-ზე ატვირთული, ეს შეგვიძლია ვნახოთ იდეაში. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ localhost 3000/media და ყველა ის, ასე ვთქვათ, media file-ი, რაც დაინახეთ, აი აქ არის ატვირთული. ასევე მაქვს ჩემი API,
სადაც მაგალითად get shops თუ მივმართავთ მაღაზიის ლისტი მოაქვს და ეს ყველაფერი მოდის მონაცემთა ბაზიდან და თქვენს წინაშეა MongoDB, სადაც სხვადასხვა ასე ვთქვათ, იდეაში ერთი მონაცემთა ბაზა მაქვს და სხვადასხვა კოლექციები, რომელიც მართალია ეხლა ეს ყველაფერი ლოკალურად მუშაობს, მაგრამ ამათი მიგრაცია საინტერესო იქნება, როცა deploy-ს გადავწყვეტ და აქ არის უშუალოდ კოდი, რომელიც ამ ყველაფერს მონაცემთა ბაზასთან აკონექტებს და სხვადასხვა სერვისებით მომაქვს ეს ინფორმაცია. და ასევე, თუ მოგწონს ის, რასაც ვაკეთებ და გინდა მხარი დაუჭირო, როგორც არხს, ასევე პროექტს, შეგიძლია განიხილო Patreon-ი. ეს არის პლატფორმა, სადაც აკეთებ subscriptions, შეგიძლია გადახედო პაკეტებს და სარგებლო ბენეფიტები, ხდები არხის გენერალური მხარდამჭერი და იქნები ვიდეოს ტიტრებში ბოლოს და ერთი სიტყვით ხდები არხის ოფიციალური მეგობარი. კარგი, მოდით ახლა ვისაუბროთ Swiper.js-ზე, რომელიც არის ჩემი აზრით საუკეთესო ბიბლიოთეკა, როცა გვინდა სლაიდერის გაკეთება. და დამეთანხმებით, რომ სლაიდერი არის ისეთი კომპონენტი ვებსაიტზე, რომელიც არ ვიცი, საკმაოდ ალამაზებს, მოდერნული იერსახეს აძლევს. Swiper.js-ი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ ეს სლაიდერები ნებისმიერი კონფიგურაციით, ნებისმიერი ანიმაციით, ანიმაციის ისწრაფით და ასე შემდეგ. უბრალოდ შევდივართ Swiper.js საიტზე, ვაყენებთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს React-ია, Vue, Angular, თუ უბრალოდ native რაღაც HTML პროექტი და ერთ ობიექტში შეგვიძლია ჩამოვწეროთ ყველა ის, ასე ვთქვათ, განმასხვავებელი დეტალი, ან იდეაში ის option-ი, როგორც გვინდა რომ მოიქცეს სლაიდერი. ეს იქნება დაშორება, loop-ი იყოს თუ არა, როგორი transition-ი კონდეს, რამდენი გამოჩნდეს ერთ render view-ში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ძირითადად გათვლილია basic და საშუალო დონის სლაიდერებისთვის, იმიტომ რომ არსებობს კომპლექსური სლაიდერები, რომელიც გამიკეთებია და აქ Swiper-ი საკმაოდ უძლურია, უკვე ჭირდება custom პროგრამირება და ხელით რაღაცეებში ჩარევა, რის საშუალებასაც უკვე Swiper-ი აღარ გაძლევთ, მაგრამ აი მსგავსი სლაიდერი, რომელიც ახლა აი ამ სტარტაპში ნახეთ, იდეალურად მოერგო Swiper-ი. აი, იდეაში ახლა ამ თემაზე ძალიან ბევრი საუბარი არ მინდა, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოსთვის მინდა მოვიტოვო, მაგრამ რადგან გაჩვენეთ, მოდით რამოდენიმე, ასე ვთქვათ, სიტყვას გეტყვით. ეს არის მონაცემთა ბაზა. წერა ნახეთ, რომ MongoDB-ზე მაქვს მონაცემთა ბაზა გაკეთებული და მოდით რამოდენიმე, ასე ვთქვათ, დეტალი განვიხილოთ. პირველი, რატომ MongoDB და მეორე საერთოდ რაში დამჭირდა მონაცემთა ბაზა. პირველ რიგში MongoDB, იმიტომ რომ იდეაში ამ პროექტისთვის არ მჭირდება რაღაც კომპლექსური კოლექციები და კომპლექსური მონაცემთა ბაზები, ამიტომ არ ავირჩიე ესე ტრადიციული ბაზები, როგორიცაა MySQL და ასე შემდეგ, ან თუნდაც რელაციური ბაზები. ამიტომ მემჭირდებოდა ყველაზე მარტივი, რომელიც real time იყო, თან არარელაციური, რომელსაც იდეაში მარტივი სტრუქტურა ექნებოდა, თან ჩემთვის ნაცნობი და ეგეთი არის MongoDB. ასევე არის Firebase-ი, მაგრამ რადგან cloud database-ია, პავარი დეტავი და მაინც MongoDB ვარჩივნე, სადაც ჩვეულებრივი JSON-ის სტრუქტურა, რაც იდეაში ყველა front-end developer-ისთვის მარტივია. კაი, კითხვა თუ რატომ დამჭირდა მონაცემთა ბაზა? პირველი და კრიტიკული და სავალდებულო არის ის, რომ ამ აპლიკაციას ექნება ავტორიზაცია, შესაბამისად user-ები სადღაც უნდა შევინახოს, სადღაც მოუყარო თავი და მე მათზე ბრჭყალებში манипуляცია მოვახდინო. და შემდეგი არის ის, რომ თუ ეს სტარტაპი გაიქაჩა, იმედია თუ არა და გაიქაჩება, მოკლედ. როცა სტარტაპი გაიქაჩება, უკვე დამჭირდება ისეთი ფუფუნება, როგორიც არის CMS-ი, იგივე content management სისტემი, ბრჭყალებში admin-კა, საიდანაც მარტივად შევძლებ რაღაც ტექსტის შეცვლა, სურათები, კონტენტის დამატებას და ასე შემდეგ. ხოლო ამისთვის უკვე მონაცემთა ბაზა საკმაოდ საჭიროა, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზაში უნდა ცვალო CMS-იდან, ხოლო აპლიკაცია API-ის გავლით CMS-თან უკვე წამოიღებს ამ ცვლილებას. და ხო, ადრე თუ გვიან მაინც დამჭირდებოდა, ამიტომ წინასწარ დავაყენე, მაგრამ ამას აქვს ერთი მინუსი. და ხო, MongoDB-ის ერთი მინუსი ის არის, რომ დამატებით თანხა მექნება სახდელი, იმიტომ რომ ეს მონაცემთა ბაზა უკვე live-ში ვამუშავო. ანუ ჩვეულებრივად კლიენტის მხარეს, როცა deployments გავაკეთებ, shared hosting-ი მაქვს ნაყიდი. სხვათა შორის საკმაოდ იაფად Namecheap-ზე, სადაც ჩვეულებრივად ავტვირთავ ჩემ backend აპლიკაციას და ასევე კლიენტის მხარეს, მაგრამ shared hosting-ზე სამწუხაროდ MongoDB-ს ვერ დავსტარტავთ, ამიტომ დამჭირდება VPS-ი, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნება, მაგრამ როგორც ვიცით, წარმატება მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომ რა თქმა უნდა არც ამაზე დავიხევ უკან და გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, თავარია იმუშავოს ისე, როგორც ჩავიფიქრე. კარგი, იდეაში როგორც დასაწყისშივე დაგპირდით, coding vlog-ები არ იქნება უბრალოდ ვიდეო, სადაც საუბრობ ჩემ სტარტაპზე, პროგრესს გაჩვენებს და ბლა 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 და ასე შემდეგ. მინდა მოგცეთ საინტერესო რჩევები და ინფორმაციები, რასაც
გამოცდილება მომცემს და ასე ვთქვათ, გამოწვევებსაც გადავეჩეხები ან შეცდომებს, რომელიც შემდეგ თქვენ აღარ გაიმეოროთ. ამიტომ მოდი გადავიდეთ რჩევებზე. პირველი რჩევა იქნება ის, თუ თქვენ აკეთებთ ნებისმიერ ციფრულ პროდუქტს, არ აქვს მნიშვნელობა რა სტარტაპია, მობაილია, დესკტოპია, თუ რა არის, ყოველთვის კი არა და მაქსიმალურად ეცადეთ წეროთ reusable კომპონენტებით. და რას ნიშნავს ეს? მაქსიმალურად ეცადეთ ის, რომ როცა თქვენ გააკეთებთ რაიმე კომპონენტს, მაგალითად რაღაცა სადაც ინფორმაცია, ფოტო ან რაღაცას აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა ამას. წინასწარ გაწეროთ ისე, რომ შემდეგ გამოიყენოთ ან სხვადასხვა ფეიჯზე, ან არის მომენტი, როცა დიზაინში მაგალითად ორი კომპონენტია და მეორე კომპონენტი პირველს დაახლოებით 70%-ით გავს. ამიტომ შეგიძლია თუ კომპონენტი reusable-ა, გარედან, ანუ მშობელი კომპონენტიდან აკონტროლო ისე, რომ მიაღებიო იდეაში ორივე მხარე. რაც ასევე ხელს შეუწყობს იმას, რომ ბევრი კომპონენტი არ გექნება პროექტში და პერფორმანსი გექნება შედარებით მაღალი. ეხლა კი რაც შეეხება მარკაპს. მარკაპში გასათვალისწინებელია იდეაში ძალიან ბევრი დეტალი. ეს იქნება ფერთა კორექცია, გრიდი თუ გრიდის სიგრძე მაქსიმუმი რამდენი იქნება, რომელ რეზოლუციებზე თვლი, ასე ვთქვათ, შენს პროდუქტს და ასე შემდეგ. კარგი, მოდი დავიწყოთ ფერებით. არსებობს ფერთა კომბინაციები, რომელსაც იდეაში ბევრი კომპანია იყენებს. ამ შემთხვევაში ჩემ პროდუქტისთვის ძირითადად ავირჩიე თეთრი და შავი. ეს არ არის რაღაც solid თეთრი და solid შავი. ფერების hex codes გამოვიტან სადღაც აქ, ან არ ვიცი დაეწერება. შავში, რომელს გულისხმობ და თეთრში. ეს ფერები ავიღე Bright-ისგან, რეკლამას არ ვაკეთებ ახლა იდეაში, მაგრამ მომიწევს Bright-ი არის, ნატურალური ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც იდეაში ხშირად ვიყენებ და მაგაც საიტზე შევხვდი ამ ფერებს და იდეაში თვითონ შეფუთვამაც მსგავსი ფერებით პირდაპირ დანახვისთანავე დაიმსახურა ჩემი ნდობა და რაღაც ისეთი შეგრძნება, რომ უბრალოდ რაღაც Excel-ი ან Red Bull-ი არ არის, ანუ თითქოს სუფთა ცოდვების გარეშე და ნაკლებად ბინძური. რაღაც მსგავსი შტაბეჭდილება დამჭა, რამაც იდეაში გაამართლა და ამიტომ ავირჩიე მსგავსი color combination-ი ჩემი პროდუქტისთვის. მოდით რამოდენიმე სიტყვა ვთქვათ responsive-ზე და რეზოლუციაზე. როცა აკეთებთ responsive-ს, გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე პატარა მობაილის რეზოლუცია უნდა იყოს 320 პიქსელი. ანუ width გულისხმობ 320-ის ქვევით უკვე ძირითადად აღარ აკეთებენ 320 device-იც უკვე ძალიან ბევრი აღარა ეს არის iPhone 4S და 5S-ი ალბათ ბევრს აღარ აქვს ეს 320-ის ქვემოთ უკვე smartwatch-ები იწყება რაზეც არ ამგონავინო website-ს smartwatch-ებისთვის სტილავდეს ხოლო მაქსიმუმი grid-ის size-ი რაზეც შეგიძლიათ გააკეთოთ არის 1920 აი მაგათ მერე უბრალოდ შეგიძლიათ background-ი გაწევთ და grid-ი ასე ვთქვათ დატოვოთ სტატიკურად ამათ შორის არის რეზოლუციები რომელიც გვაძლევს პატარა desktop-ს საშუალო desktop-ს ტაბლეტის ზომებს, mobile-ს და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ აქ გამოვიტან რეზოლუციების breakpoint-ებს, რომელიც არის სტანდარტი და რომელიც უნდა გამოიყენოთ თქვენს responsive-ში. და ხო, კიდევ ერთი რჩევა იქნება ის, რომ CSS-ის წერის დროს, იდეაში პრეპროცესორებზე წერთ უკვე ყველა, ამიტომ CSS მოდი გამოვიყენებ. აუცილებლად გამოიყენეთ ცვლილებისთვის ცალკე, ასე ვთქვათ, ფაილი, სადაც ყველა ფერს ცვლადებში მოათავსებთ, რადგან სამომავლოდ რომ დაგჭირდეთ, ასე ვთქვათ, ფერის შეცვლა მხოლოდ იმ ერთადერთ ცვლად შეუცვლი ფერს და მთლიან საიტზე შეიცვლება, რაც დაგიზოგავს უამრავ დროს. შემდეგ ვიდეოში ვეცდები ჩემი CSS ფაილები გაჩვენო, თუ რა მიქსინებს ვიყენებ, ცვლადები როგორ მაქვს და მთლიანი ინფრასტრუქტურა. და ხო, ნებისმიერი კითხვა, რაც გაინტერესებთ მარკაპის შესახებ, დაწერეთ კომენტარებში და replay-ში თუ არა, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად უპასუხებ. და ხო, იდეაში ვიდეო დასასრულს მივახლოვდა, ვინც აქამდე მოხვედით, იმედია მოგეწონათ. თუ არ მოგეწონათ, რავი, დაადისლაიკეთ, არც ეგ არ არის პრობლემა, აქტივია, ალგორითმი მაინც მუშაობს. ხო, აუცილებლად დაწერეთ კომენტარი თუ რას ფიქრობთ, ასევე მივიღებ კრიტიკას, მრჩევებს, კითხვებს და ასე შემდეგ. და ხო, მოდით ტრადიციად გავაკეთოთ ეს, რასაც ახლა ვიტყვი. ესე იგი, coding vlog-ში რას ვაკეთებთ, პირველი გაჩვენებთ პროგრესს, საუბრობ გამოწვევებზე, გაძლევთ რჩევებს გამოცდილებიდან გამომდინარე და ბოლოში თითო coding vlog-ში გავუწევთ თითო TV shows ან movies რეკომენდაციას. და ამ შემთხვევაში ეს იქნება Severance-ი უბრალოდ ზედმეტი ასე ვთქვათ სპოილერების, კომენტარების და რაღაცეების გარეშე უბრალოდ უყურეთ. უდიდესი რეკომენდაციაა ჩემგან და ხო, ეხლა უკვე დროა დავამშვიდობოთ და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.